საქმე საღამოს საფონდო ბირჟებზე საუბრით ვაგზალებთ და უნდა შევახოთ ორივე სიტყვით იმ სამწუხარო ვითარებას, რომელიც ამჟამად Wall Street-ის საფონდო ბირჟაზე იკვეთება. აღმასვლა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება და დღეს შედარებით უფრო მწვავე ფაზაში გადავიდა მთელი ეს პროცესი, რადგანაც როგორც ხედავთ, ძირითადი ინდექსების ღირებულება ძალიან მკვეთრად არის შემცირებული, მაგალითად ამ წუთების მონაცემებით S&P 500-თან მიმართებით ლამის 1%-იან ბარდნას ხედავთ. Dow Jones-ის ინდექსიც ასევე არასახარბიელო შედეგით გამოირჩევა -0.14% გვაქვს ყლება, NASDAQ-ის ტექნოლოგიურ ინდექსთან კი საერთოდაც უკვე კორექციის მაჩვენებელი ლამის 2%-საც კი აღწევს. ასევე თუ დავაკვირდებით მერყეობისა და აქტიურობის სტატისტიკას, დავინახავთ, რომ ამჟამად ბირჟა არის ერთ-ერთი ყველაზე მერყევი, რომელიც ის 2025 წელს საერთოდაც ყოფილა, ამავდროულად ტრეიდინგის მოცულობა არის უჩვეულოდ მაღალი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორებს გარკვეულწილად არ აქვთ გადაწყვეტილი საით შეიძლება წავიდეს ბირჟის დინამიკა. არის მოლოდინები, რომ შესაძლოა ყველაფერი დასტაბილურდეს და ეს იყოს უბრალოდ დროებითი კორექცია, მაგრამ არსებობს იმისი მოლოდინებიც, რომ შესაძლოა გეოპოლიტიკური ვითარება იმდენად გაუარესდეს სოფლიოს მასშტაბით, რომ ეს კიდევ უფრო უარესის მომტანი შეიძლება იქცეს საფონდო ბირჟისათვის, ამიტომაც გაურკვევლობის პირობებში როგორც წესი ყოველთვის არის ძალიან მაღალი სავაჭრო აქტივობა, ამ დროს ყველაფრის ღირებულება ძალიან მკვეთრად იცვლება და ამ ყველაფერს ამ წუთებში როგორც ხედავთ, საფონდო ბირჟაზეც ხედავთ რომელიც რამდენიმე წამიანი საუბრის განმავლობაში უკვე დაახლოებით 10%-ული პუნქტით არის შეცვლილი. გადავინაცვლოთ ევროპასა და აზიაში. ევროპაში შედარებით უკეთესობა გვაქვს ამ წუთების მონაცემებით, თუმცა რა თქმა უნდა დღის ბოლომდე შეიძლება აქაც ვითარება დრამატულად შეიცვალოს და ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია 0.16%-ით არის გაზრდილი. აზიის რეგიონში დაახლოებით ისეთი ვითარება გვაქვს, რაც ამერიკაში, შანხაის ინდექსთან -0.91%. ნიგერის ინდექსთან კი -1.40% საერთო ჯამში ინვესტორების განწყობა არის უკიდურესად გაუარესებული, ეს ყველაფერი კი უკავშირდება ძირითად შემთხვევაში ტრამპის განცხადებებსა და გადაწყვეტილებებს. მოგეხსენებათ, მან ტარიფების ამოქმედება უკვე ძალაში შეიყვანა, ასევე ამოქმედდება დამატებითი ტარიფები კანადის, მექსიკის და სხვა სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოების წინააღმდეგ. სწორედ ერთპირაში ეს ყველაფერი კი ზრდის როგორც სავაჭრო და ეკონომიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ რისკებსაც, რადგანაც ზემოხსენებული სახელმწიფოები თავის მხრივ საპასუხო ტარიფებს და სანქციებს აანონსებენ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. შესაბამისად, თუ კი მაგალითად კანადა დააწესებს საპასუხო ტარიფს, რომელიც შეიძლება 25%-ის ფარგლებში იქნებს, ეს ტარიფი სავარაუდოდ გავრცელდება ამერიკული კომპანიების მიერ წარმოებულ და მიწოდებულ პროდუქციასა და სერვისებზე. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, iPhone-ი, რომელიც იყიდებოდა კანადაში, გაიყიდება 25%-იანი ტარიფით. ეს კი რა თქმა უნდა, Apple-ის შემოსავლებს აუცილებლად დაარტყამს. აქვე დროა გადავინაცვლოთ ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც ასევე ძალიან მაღალი მერყეობა გვაქვს მთელი დღის განმავლობაში. ამ ეტაპზე ნავთობი არის გაიაფებული საშუალოდ 2.5%-ით, ბრენდის ფასი, როგორც ხედავთ, $73 ნიშნავს ჩამოწდა, ხოლო WTI-ის ღირებულება უკვე არის $69. ფარგლებში ეს არის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით შემცირებული მაჩვენებელი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ბოლო 1 წლიან პერიოდში ნავთობი ესეთი იაფი თითქმის არ ყოფილა. ერთ-ერთი კლება გვაქვს 5.5%, თავად ამას კი განაპირობებს ნეგატიური მოლოდინები, ვინაიდან როდესაც სოფლიოს მასშტაბით ინვესტორებს აქვთ მოლოდინი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება, ეს რა თქმა უნდა ნავთობისა და საწვავის მოხმარებაზე აისახება ნეგატიურად. განსაკუთრებით არასახარბიელო მოლოდინები არის აზიის რეგიონში, კერძოდ ჩინეთთან მიმართებით, რომელიც გარკვეულწილად უკვე სტაგნაციასაც ებრძვის, ამავდროულად დეფლაციასაც და თანაც ამ ყველაფერს ემატება მთელი ის ეკონომიკური გამოწვევები, რომელიც უძრავი ქონებისა და საფინანსო სექტორებში არის დაგროვილი. ეს ყველაფერი კი ინვესტორების განწყობაზე რა თქმა უნდა აისახება ნეგატიურად, ამიტომაც ხედავთ ნავთობის გაიაფებას, რუსულ ნავთობთანაც ფაქტობრივად ანალოგიური ვითარება გვაქვს. ასევე დღის განმავლობაში ძალიან მკვეთრად ლამის 8%-ით დაეცა ბუნებრივი აირის ღირებულებაც ევროკავშირის მასშტაბით და უკვე 44 ევროიან ნიშნულს ჩამოწდა მეგავატი საათი ენერგიის ფასი ევროკავშირის მასშტაბით. კვირიან ჭრილში კლება გვაქვს 11.5%. აქვე ოქროზეც უნდა ვთქვათ ორივე სიტყვა, მასაც არასახარბიელო ვითარება აქვს, ეს სავარაუდოდ ბაზრის მაღალი მერყეობით არის განპირობებული, კლება თითქმის 2%, ერთ დღეში კლება არის $94 უნციაზე და ამჟამად ფასი შეადგენს $286. ამ კორექციის მიუხედავად, მინდა გითხრათ, რომ ერთ თვეში ოქროს პოზიტიური შედეგი აქვს, პლუს ლამის 6%, ერთ წლიან პერიოდში კი ზრდა არის დაახლოებით 43
4%, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში, როგორც ხედავთ, არც საფონდო ბირჟაც, არც ენერგეტიკულ ბირჟას და არც ოქროს ბირჟას სახარბიელოდ საქმე არ აქვს. ასევე ძალიან ცუდი განწყობა არის კრიპტოინდუსტრიასთან მიმართებითაც, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ჰქონდა დღეს, რაც წელს გვინახავს. ლამის 9%-იან კლებავს ხედავთ და ბაზრის საერთო შეფასება უკვე არის ჩამოცდენილი 3 ტრილიონიან ფსიქოლოგიურ ნიშნულს. ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე არის 86,900, ეთერეუმი კი $2,400 ივაჭრება. როგორც ხედავთ, კლება გვაქვს 8-დან 10%-ის ფარგლებში, ზოგიერთ სხვა კრიპტოაქტივთან კლება არის გაცილებით უფრო მკვეთრი. საბაზრო კაპიტალიზაცია ამ ყველაფრის ფონზე ეთერეუმის არის შემცირებული 228 მილიარდ დოლარამდე. ხოლო ბიტკოინის შემთხვევაში გვაქვს 1,719 მილიარდიანი მაჩვენებელი. ჩარტს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ აბსოლუტურად ყველა ძირითად კრიპტოვალუტას ძალიან ცუდად აქვს საქმე ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს კი არის განპირობებული რამდენიმე მოვლენით. ერთ-ერთი მოვლენა არის მაგალითად ერთი ცნობილი მიმკოინის გაცამტვერება და გაქრობა ბაზრიდან. ეს არის Libra, რომელსაც სხვათა შორის რეკლამირებას უწევდა არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი. ამ პროექტის ღირებულებამ ერთი პერიოდის განმავლობაში 4,9 მილიარდ დოლარს მიაღწია, თუმცა დღეს მისი ფასი არის პლუს-მინუს 0. შესაბამისად 4,9 მილიარდის კაპიტალი ესე მარტივად გაქრა ბაზრიდან, ამით რა თქმა უნდა იზარალეს ინვესტორებმა, თუმცა სავარაუდოდ მილეიმ ძალიან დიდი ფინანსური სარგებელი მიიღო ამ ტრანზაქციით. ასევე კიდევ ერთი სამწუხარო მოვლენა მოხდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ეს უკავშირდება კრიპტოაქტივების ინდუსტრიის ისტორიაში დაფიქსირებულ ყველაზე დიდ კიბერძარცვას. ჰაკერებმა კრიპტობირჟა Bybit-დან, რომელიც სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კრიპტობირჟაა, მოიპარეს დაახლოებით $1,5 მილიარდის ღირებულების კრიპტო. ეს ჰაკერები სავარაუდოდ არიან დაკავშირებული ჩრდილოეთ კორეასთან და ოპარული თანხა სავარაუდოდ უკან არ დაბრუნდება. შესაბამისად, ეს ყველაფერიც ბაზრისათვის არის ნეგატიური სენტიმენტის გამღვევებელი და თუ კი დავამატებთ ამ ყველაფერს იმას, რომ ამერიკული საფონდო ბირჟა ECMA ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მკვეთრ კორექციას ხედავთ კრიპტობირჟასთან მიმართებითაც. დროა გადავინაცვლოთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ცოტა ამოვისუნთქოთ იმ ნეგატიური განწყობიდან, რომელიც მთელი რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო. გადავხედოთ საქართველოს ბანკის აქციების ღირებულებას, რომელიც ძალიან კარგი შედეგით არის დღეს წარმოდგენილი, პლუს 2,9%-იან ზრდას ხედავთ და ძალიან მალე სავარაუდოდ, ალბათ ერთ კვირაში უკვე Lion Finance Group-ის შეფასება მიაღწევს ახალ რეკორდულ ნიშნულს. TBC-ის შემთხვევაში რეკორდი კიდევ ერთხელ მოიხსნა დღეს, როგორც ხედავთ, ლამის 4%-იანი ზრდა აჩვენა TBC-მ და საერთო ჯამში ქართულ ბანკებს აქვთ შესანიშნავად საქმე ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რაც არის განპირობებული მათი ფენომენალური კვარტალური შედეგებით და წლიური ფინანსური ანგარიშგებით, რომლებიც ინვესტორებისათვის ცოტა ხანს წინ გახდა ცნობილი და რომლის ფონზეც, როგორც ხედავთ, TBC-ის აქციების ღირებულება ISM ვერტიკალურად არის გაზრდილი. ასეთი კარგი შედეგი ნამდვილად არ აქვს ჩვენს ეროვნულ ვალუტას, რომელიც ბოლო პერიოდში არის ძალიან მერყევი, თუმცა ის ბოლო 3 დღის განმავლობაში დოლართან მიმართებით ყოველ შემთხვევაში 2,81-იან ნიშნულზე არის დასტაბილურებული. ევროს კურსი გვაქვს 2,94, ხოლო სტერლინგის გასული კურსი 3,45-ა და ბოლოს უერთო სიტყვა ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზეც უნდა ვთქვათ, რომელსაც გვთავაზობს Foresight Investment Group-ი. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად სტანდარტულად საშუალოდ დაახლოებით 9% შეადგენს, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა წლიურად უკვე 10%-საც კი აჭარბებს. მართალია ეს არის წლიური სარგებელი, თუმცა იგი თქვენ გერიცხებათ ყოველდღიურ რეჟიმში, ხოლო მიღებული თანხის გატანა, მისი მოცულობის გაზრდა ან შემცირება შეგიძლიათ ყოველდღიურად შეზღუდვების გარეშე. Foresight Investment Group კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მერეგულირებული საინვესტიციო კომპანია.